ერთხელ ძილში სტალინთან მქონდა. Tbilisi. Very much. თავს გაზრობს მაო. მენა ესეთი სივზნე. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. ჩელენჯი რა იყოს? შაურმა გადავიგდოთ. ამ გადაცემაში გვაქვს ხოლმე ჩელენჯები რა. მაგრამ შენ ვიცი რომ გზაზე ხარ, გზას ადგახარ, კახეთისკენ, ვერ დაგალევინებ, შენია არ გაწყობს და. შენ ისეთი კაი სტუმარი ხარ, რომ ჯობია არაფერზე არ იყოს, პროსტა ვიცინოთ. ვიცინოთ რა პრობლემა აქვს, მოდი შაურმები. ჩვენ შაურმები რამდენჯერაც გაგეცინება, შაურმის ზომა იმის მიხედვით გაიზარდოს. ავღადაო. ყველაზე პატარიდან დავიწყოთ და მეც ეგრე ვიქნები რა. ყველა სიცილზე შაურმის ჭამა ძალიან ის არის. მე მანამდე გამოვიძახებ ყველა ზომისას. ესე ხამოვაფიქრდა, ვიცი. არა, ფექტო რომ. წინასწარ არ იყო დაგეგმილი. იცი როგორ იყოს? პატარა, საშუალო, პურში, დიდი და სუპერი. ლეველების მიხედვით. სანამ ეს გამოიძახებს, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეოს. აი, პირველად არის ადამიანი, ვინც ეს იუთუბერული ხოდები ვიცი რა, ვინც ეგ თქვა რა. გადმოზიარეთ. მალე მოვას და ვიდეოს ბოლოს შევჭამთ რა, ის რა მოუწევს, ნახოთ. სიახლე გვაქვს ჩემო ძმაო. ჩვენი სტუდია. ეს არის მოხატული, ლინკი აღწერაში იქნება ეს ვინც მოხატა, ასევე აღწერაში იქნება თვითონ აპარატი, რითიც მოიხატა, ანუ ორ ეტაპად იყო, მხატვარმა დახატა, მერე მოიხატა რა და ყველა გადაცემაში ვახსენებთ ხოლმე ესეთ პირობა გვაქვს რა, ისეთი მაგარი გამოვიდა რა. მერე კიდე გვექნება ჩვენ პოკერის ჩემპიონატი იუთუბერებს შორის დაპატიჟებული ხარ და გაგერმაში არ ვითამაშე პოკერი ხა ვითამაშე. იوارჯიშე მანამდე და აქ მოეწყობა იუთუბერებს შორის კაი ისეთი ტურნირის სახე ექნება და ძალიან მაგარი გამოვა რა. ასე რომ სიახლეები არის მეგობრებო, ამიტომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი აუცილებლად, რომ არ გამოგეპაროთ. რავი, ჩვენ გთავაზობთ ხოლმე სიახლეებს და ესეც ერთ-ერთი რუბრიკაა ისეთი ლაითი და გამორჩეულ სტუმრებს პატიჟებთ YouTube-დან ამ გადაცემაში. ჩვენ ხარ მე მგონი მეოთხე სტუმარი. ვიდეოები შუალედში შეგვიძლია ცილი. ეგ არ ითვლება. შეიკავე ძმაო იმებში ფილტრებში. კურსში რო იგროვებს აკლენ. დაიგროვეს ცილი და მე მოუშვი. წავიდა პირველი ვიდეო. ნინი. რატო გამიწევ? რაზე გაგიტეხე? რავი, ლუდი გთხოვე და ანგარიშზე გადმოგირიცხე. მე არ მაქვს უფლება, უნდა გადმორიცხო აქვე. როცა შენ ხა პიროვნულად აგად გახარ და რაღაცა ბევრი უფლება. პიროვნულად ქუჩაში ვდგავარ სამსახურში, სამსახურის მოვალეობებს ვასურვებ. იმაზე მოვალეობას ახსოვებ, ვიდრე შენ შეიძლება გეკუთვნოს, ხო? არა, იმ მოვალეობებს ვასურვებ, როგორც საჭიროა. ანუ ჩესნა რატო გარეთ გახარ მე ლამაზი თვალები გაქვს ყველაფერს დავიდავალი. აი რა მე გინდა მითხარი ვლაპარაკო ფარცალია. ეს ჭიმედა. მოდი მეთქი აი მას დაგიტოვოთ მეთქი. ხოლმე ხარ და მეთქი ერთი ლუდი დამალევიდებეთქი და შენ მითხარი უარი როცა შეგიძლია მაგაზე საკუთარი პასუხისმგებლობაც აიღო ხოლმე. ხო, მე ჩემ თავზე ასეთ პასუხისმგებლობას არ ტოპე არის იმენა. იმიტომ მე არ. აქცენტზე გადავა. ინგაცყინი. რა მნიშვნელობა აქვს რა იმე თუ გინდა მითხარი და რაიმე რომ მიდო და მაგითო გითხარი. ხო, ეხლა ხო აღარაფერი აღარ გინდა. მაგ გოგონა შეუსწავლია. აზარი არა. შო? მამაზე არ გაგვეცინა. სასწილო არც იყო იდეაში. არც იყო ხო. კარგია გადარჩი შაურმის გადიდებას. ამაზეც გამეკეთებია, პლანიც მომიწევია, პარშიც მივლია, კლუბებშიც მივლია, ამისა და განწყობილი არასდროს არ ყოფილა. რანაირად? ანუ ხო, ბაზარი რა. ყველაფერი გაუკეთებია რა. წარმოიდგინე. მოგესალმებით. მადლობა მოგასვენებთ დღესდღეობისათვის. Cape Street დებილიდან იქირაბე ფილიშანს შიჩავის ავლობებს პაპარაშლი. გენაცვალეთ გამოიწერეთ თუ შეიძლება. ეგ არის გადავაგორებ. ცეხოი საათს იყო ეხა ცესკო იყო რა. მადლობა დღეიცავის. მადლობა. გეიპიდან მოდიოდა ტიპი. პატარა შაურმა ავიდა. ქვეში 22 ლარ ნახევრად უნიმიტო ინტერნეტი, SMS-ები და წუთები. ეხლა გეტყვით ამ შეთავაზებით როგორ ისარგებლოთ. ოღონდ დამაფოლოვეთ, მე ვარ შოპინგოლოგი და სულდებ ხოლმე მაგარ ფასდაკლებებს, შეთავაზებებს, პროდუქტების გასინჯვებს, დატესტებს. რამე ახალი არის შოპინგოლოგი? არ გისწავლია შენ? არ გაგივლია სკოლაში? შოპინგოლოგობა აშკარად არ გამიგია. არ გინდოდა, მე ბავშვობიდან მინდოდა რომ შოპინგოლოგი ყოფილიყო. შობლები იყვნენ წინააღმდეგი პროსტა. სასტიკი ვარი იყო რა. მართლა გეებს. მართლა გეებს. მილიონჯერ ყავხართ გაფრთხილებული ყველა.
აქ რო ჩამოდიხარ და აქ რო აფსავთ. რა პონტია უბრალოდ. მიაფსით სადმე ხიზირში. არა გიდიაში ის არის მანქანაზე გაუვიდა მგონი. ხო, ფერადაც არის. მაინც იკავებს ბიჭო, რაღაცნაირი ტექნიკას ფლობ ეტყობაში. სუნთქის ტექნიკა. ხერხული კითხვა შეიძლება. არა, ამის ვიდეოები. აი, გარდაიცვალა. ამბობენ რომ აი არ წასulis მიზეზი არის ხოლმე კიდე რომ გარდაცვლილ მეუღლესთან შეიძლება გაქვთ სექსი. სიზმარში. არ ქონია, არ მომატყო. არა, ქონიათ. აი ხილულად ვხედავ რომ ქონია. ეს არა. მე ძალიან სასაცილო რაღაც ვთქვა რადგან ამაში. ხილულად ხედავს. ერთხელ ძილში სტალინთან მქონდა. სტალინთან მქონდა სექსი. დაბარებული ხარ ჩემ გადაცემაში. ორივე სტალინზე სიმრები. აი, როგორია? ძალიან სერიოზული. გამოიძახა სტალინი. სტალინმა თქვა შემოვდიო რო თახში. ჩიბუხით. ეხა ეგ ერთი უნდა ითვლებოდეს. არა ძმა, მოვისუნთქი. დაგეცინა. ერთი. დაგეჭიმა. აუ ეს რაღა ეს განსხვავებულია? გარქნა. აკედა გაგვეღირმა. შევიკავეთ ხო? ნუ, საკაიფო. შედარებით. ცუდი არის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი მერაბ ბალავერდაშვილი. რა გადააბა ტიპმა ყველაზე განათლებული პიროვნება შეგიძლია მაგხა დაიმახსოვრო ეგ პროფესია რო ხარ ეს ცალკე თემაა მაგრამ ეგ რო დაიმახსოვრო ვინ ხარ რა თქვა სულ ესე გაეცნო ვიღაცას ამის და მე მჯერა რო ეს კაცი ესეც განათლებული ხელ საშუალო ფორმაზე ვარ ხო საშუალოზე ვარ ჩვენ იმის დავხურავთ ხო იცი მაგას დიდარი ის კი არ არის ვისაც ფული არ აქვს დიდარი ის არის ვისაც ფული აქვს ებილი ხავიჯო შენ უკვე რაღაცა შენ არ გეუნებ ვახო შენ არა კომენტარებში ვარ ვახო დებილი შენ არ გესწრებ ძმა კომენტარებში და მითხრა გაიმეორე შენ რა თქვი დიდარი როგორ ისმის ჩემი ხმა ეხა ისმის თქვი გაიმეორებს დიდარი ის კი არ არის ვისაც ფული არ აქვს დიდარი ის არის ვისაც ფული აქვს ამთავს ბაზრობს მაო მენა ესეთი სივზნე კურძები მირეკავენ ჩემ სადღეგრძელოს ამბობენ რა თმინდა შენი სადღეგრძელო რაღაცნაირი კილო აქვს არც სოხუმური არ არის არც ის აი რაღაცნაირი ცოტა ყველაფერის მოკითხვა აქედან ძმაო ჩაგვერთე ხო ალო ისეა შეჩეული გადარეკვა გადმორეკვებს რომ ალოო მიკროფონში ეს რა მაგარია რომ მიდიხარ კაც რო ესამო ალო ძმა არის მის მე გადმოგირეკავ გაის მე ვიდეოს დროს არის ხო ჩვენი სკეჩი ჯერჯერობით საშუალოზე ვართ ეხლა დაალა იქეთ რამდენჯერს გაგეცინებათ მოკლედ რა იმდენჯერ გიჯეთ ლაიქ თქო დისლაიქი არ გამოვიდეს და დააკომენტარეთ რამდენჯერ გაგეცინებათ შაურვებს გამოგიგზავნე აუ იმ წაწყავს მოაწყავს ეხლა ნახე უი ხო თქვი სულ ეგრე ხდება ხოლმე უი და თარკინიდან გაუტარა შეგეცინება ეგეთებზე ვეჭველი კი მაგრამ ცოტა შევიკავეთ უხმოდ გეტყვილებს მე თუ გამოიცნობ რა ვთქვი და მე გამარტავ ჩემ პოზიციას ეს ხო გახსოვს თუ არა მგონი არის ეს ლექსია ლექსი წარმოიდგინე და უხმოდ მეშვიდე ბუსტერი დაერჭეთ აი რა ვთქვი რას ფიქრობ გინდათ მოგიყვა ლექსი რა ლექსია ძმა ეგ ლექსია რა მაგრამ აი მე დავინტრიგდი რა ლექსია უნდა ჩაწვდი რა მიდია მომიყევი ლექსი გეტყვი ახლა ლექსს რა რა ილონ მასკის ვინახარ შენ აბა თუ გამოიცნობ რა არის მასზე ვერ მოვედი მე პატარა ქართველი ვარ ხო ეს რაღაც რო გააკეთები დაგვერხათ ხო მაგან ყო მისჩევნი აქ სიკვდი
ვიდეოთი ვერ გავაცინე, მაგრამ ისე გავაცინე. არის ძლება ძმა. რა, ცუდი ლექსი იყო ძმა? გადმოცემა იყო რაღაც სასწაული. და როგორ მოგიხე. რამე ნახე დაჭრილი როგორ უნდა მოყვე. მაიცა კიდე რა ლექსი შეიძლება, იცი? ხა თუ გამოიცნო, პირველი სიტყვით უნდა გამოიცნო. აკვირდი? ასე ვერ მოვედი მართლა. სიმღერა. რაღაცა მესმისო. იუგდესაკ. თებს და შენა პილი. ჰოგაგაჩენია, შენი ელემენტარული მეხსიერება, ჯერა ჩემი დედა შუეც ბრა. ჰოგაგაჩენია. შენ თუ არა გიოსა აქ ძმაო, დალმაკაჩი დაწუნებული აქ უარო აქ. ასე რომ ჩემო ძმაო, თუ მაგთონებდე მიგიდგა საქმე რო ბიჭებს მახვეტრებ, კაი ძმაო, ბაზარი არა, ჩემი ოჯახში შევანძე თუ მარტო არ მოვიდე და ჩემი დედა შებრა. მანდატელა. ვი როგორი გამო? ჩემი დედა აი მაგა დაკარახე ბრატ. აი ახლა თუ გინდა მეტროს თანავა ჩემი დედა ჩამოდა. თუ გინდა მოგიხუმარდები ძმაო, ყლალათა და შვიდათა. და თუ გინდა კიდე აი მაგ მოგიხუმარდები ძმაო, რაუ დანარჩენი მე კიდე დრო და მოლოდინი გვანახებს მაგასა. რაუ დარშე კიდე შენ გადაწყვიდე ძმაო. გამოხარ თუ გამოხარ ერთათა შენა და ბიჭები ძმაო. აუ მაგარი რეპერი ხო გამოვიდა. ვოისებზე მაგრამ кайფობ ხოლმე. ჯერჯერობით ვართ საშუალო შაურმაზე. თითქმის 30 წლიანი კვლევის შედეგად მივედი ასეთ რეალობასთან, რომ დედამიწაზე მიწისძვრებს იწვევს როგორიღაცა ვეშაპი, ან კუ, ან და ისინი ცაცალკე მოქმედებენ, ან შეიძლება ერთი მექანიზმია. მიხდი 30 წელი რაში დაიხარჯა? ანუ 1-2 წლის წინ მაგარი დიდი ვეშაპი იყო. კუო? ან ვეშაპი. ისო იყო თურქეთში просто მაგაზე ვერ ჩამოყალიბდა. კაშალოტი იყო იმაში. მაგაზე ვერ ჩამოყალიბდა კუ თუ ვეშაპი. ეგორი იცის, ანუ გამორიცხვის მეთოდით მივიდა რა. ჩემი აზრით როგორ მივიდა იცი მაგამდე რომ კითხა. უეჭველი პირადად. მიწისძვრს არა, იმან უთხრა არა, ის რო არის, გომბლერო, ხო ის აბაკვილები დაკრიჭა. არა. სადღაც მაკედან აქ რა. ნეტა ისე გაგაგიზოს ღმერთმა. პირდაპირ პირაცი მომწერო. აუ ვიცი. ვიცი. გაგეცინება? აუ ეს რათ. აუ იმენა ტონი მონტანა. კიდე კაი არ გრძელდებოდა ძმა, ამისი მეორე ვიცი. ტონი მონტანა. ცეცხლის აგუზგუზებაზე რო არიცი? აუ ეგ უნდა ნახო. იმდენ ადამიანს აქვს ისე TikTok-ი წინა ვიდეოზე, რომ კარჩე რაღაცების შოუების არსებობა აღარა ესაჭირო, ანუ ეს ტიპაჟები იჩიტებიან, ანუ ნაღდი იჩიტება რა, აღარ უნდა გაკეთება ის. სცენარის დაწერა რაღაცები აღარ უნდა. პირდაპირ. იმიტომ დაუგდეს რეიტინგი რა. მაგითო დაუგდეს. Abibas ou Hike? Abibas ou Tuna? Tuna რა არის? თევზია. გავიგე მაგრამ. Tuma sponti. აუ ხათა ოფჩემი. რაო? Under Armour? Esse Armour? Under Arms ou The Huge Mountain? The Huge Mountain. Under Arms. The Huge Mountain. Under Arms ou Converse? Converse. Converse Tesla რა გი. Converse ou Candy King? დიდი შაურმა, დიდი. მე ჩემი მეფშიც ეგენი მეჭიტება და აღარ მინდა რა. ხო? კაი, ეს შეგიძლია ახლა უკვე გაიცინო ამ ვიდეოზე. ზო, გამახავ. Candy King ou Tony Hill Fighter? Tony Hill Fighter. Al Fighter. აგარი, Tony. არ მე დიდი შაურმაზე ვარ. პურზე. ხო, პურზე ვარ, ხო. ზო, ვიცი ეს. ხმარ გესმის? მესმის. არა, გაქვს რეაქცია ძმაო ფუჩურზე? ანუ რეაქცია რო არ მქონდეს სუდია ძალიან, მაგრამ ანუ ერექცია? ეგესენი ბრალია. აი ეს არის თორე. მოდი ამ ერთხელ გვაპატიეთ. ხო შეიძლება ერთხელ შენც გაიგოს. გავი იმასკნა. ალო, გესმით ჩემი? გამარჯობა. კოკაკოლის გათამაშებიდან გირეკავ. ნიკოლო, შენ მოიგე Dyson Airwrap-ით მის სახვევი.
თმისსახვევიო ნიკოლოზ და წყალი ნიკოლოზ. აუ მაგრაგა და რა რეაქცია ქონდა? თქო სახლი მოიგო, მანქანა მოიგო და კლადიაფიანი არ არის რა, ეგ სახვევი. დაისონი, მაგრა გაუსწორდებოდა ძმა. ჩემთვის ბავშვობაში მე დაისონის თმისსახვევი ვაჩუქენ. ეხა ესეთი კი არ ვიქნევა. ნახეთ სახელიც კი ისეთი აქვს შერჩეული, ტარიელი და ტირილი, ტრ. ანუ თითქოს ეს ამ გმირის ტირილი არის, აი ამ გმირის თითქოს თვისება. აი სიმას არის ძახის რაღაცა ვეფხი და რაღაცაო. ესენი არა ვეფხის ტყავოსნის ექსპერტები. ის კაცი ხო იცი კულბროიწოს მიწის. ის ძალიან ეს ახლოს არიან ესენი. 3-4 დღის გახსნილი მაქვს დრაევი. ვეძებ სმენობით აი გოგოებს, დღის სმენა, ღამის სვლა მაგალითად ვისაც უნდა. დეტალები რა ვიცი, ძალიან ცუდი პირობები არა მაქვს, ნორმალური პირობები არის. ეს რა ქვია მაგას. ბონუსი პლუს ჩაი და 20 ლარი. მაგარი პირობებია. ჩაი და პლუს 20 ლარი, მაგარი პირობებია. თან ძალიან ცუდი არ არის რა ხო, ნორმალური. ცუდი არ არის. ნორმალური. საქართველოში მახორუკათა შეჭარუამეუშ დო თეშ მოხჩკინ ტელევიზიაში ხასლას ქობღოლი ქუთოლიხრი. საქართველოს თურქეთის მახორუ მარგალ ლაზებშო ნამრდუ ნანანინანი. მე სახეს გამაძრობენ, ხა ამაზე რო გამეცინოს. შენ გაიცინე ძმა, კახელი კაცი ხარ ხო? არა. აბა, ქართლები. თეული. თეონა ხალხეც ყმართო დილ სამარგალიო ჟირ მუნიციპალიტეტის ოფუტეებ კინეთე თემაშ მოხდო. საათ და 5 წუთიანია თუ გინდა უყურეთ. გამარჯვანა, ზოჯვანი. გამარჯობა. ხო, გამარჯვანა, მუჭო ზოჯუნთარი როგორ ბრძანდებით და როგორ ხარ, მუჭორექარი როგორ ხარ. გამოკითხვა რა ქვია ისი? მეგრულად? გითო კითხირი. ცოტა თავარქვა ვაფშე გითო კითხირი. გითო კითხირი. გითო კითხირებს მე ცოტა და წავალ ზმაო სამეგრელოში, ტიტრებს დავადებ. რა მაგარი იდეაა. მამაკაცი უფრო გესიმპათიურება თუ მანდილოსანი? თქო და მანდილოსანი. მანდილოსანი. რა თქმა უნდა. მანდილოსანი ახლის გამო დაწვებოდა. დიარგე, ზოგადად საქართველოში თუ ბიჭით მას კარგად უვლის, თუ გადაღების პროცესში აქვს მეიქაპი, სუფთა დაცვია და ესთეტიურად გამართულია ცხოვრების წევლად, ცუდი ხარ და სხვა განხრა გაქვს ცხოვრების წევლად და სხვანაირად აღიქვამენ, მაგრამ ესე არ არის, ამიტომ რა თქმა უნდა უპირატესობას მანდილოსანს ვანიჭებ და ამდენი მამაკაცი. მე მგონი ქართველებშია პრობლემა. ჩვენ ვერ არის. ხო, იმიტომ რომ ზოგადად საქართველოში ესე აღიქმება. მოდი ქართველებო, ყველამ ჩვენ გულში ჩავიხედოთ რა. გამოვიქცეთ რა. ეს ძალიან მაგარია. ვაიმე. აუ, აი რებს საკეთებინეს. ხმარო. აუ, ჩანსი არა. ან ძმა არის, ან ძმაკაცი. და როგორ გაუხარდა? და სიამოვნებენ გამიკეთოს რა ვიცმაო. თუ ვერ გაიგე? არა, გაიგო აშკარად რა ბედი ეწია ამ კაცს არ ვიცი. ვერავედით შემდეგი ეტაპზე? ვერ დავხურე? უხაო აღარ შემი დავასახელო პირდაპირ როგორც იყო და თუ იყო. შემაწუხაო პირდაპირ აღარ მეშვებოდაო საერთოდ შარვარში ხელებს მიყოფდა პირდაპირ ეს გარეწარი გათახსირებული ქალი. ხო და იძულებული გამხდაო უყუნ რეზინითო. იძულებული გამხდაო უყუნ რეზინითო? მაგ რა ხდება იცი? მიხვდი? კაცმა უღალატა. ხო, იძულებული გამხდაო. ინტერვიუ არის რომ იმ კაცმა მე თავი იმართლა. ის ქალი დაადანაშაულა არ შემეშვაო რა. შემაწუხაო. ხელებს მიყოფდაო და იძულებული გამხდაო. უყუნ რეზინით არ ითვლება რა. Ах, алис много лайв музыку. И телевизию дома. Завтра я много лайву музыку нету завтра, послезавтра. მე მაინტერესებს იქით ხარეს რა ხდება ტელეფონ იქ ვისაც ელაპარაკება. Georgia English. English მაინტერესებს. Tbilisi. Tbilisi. Very much. Sorry. თან როიღებს მოვალ ქართული ჯორჯიო მუსიკო. შრო იბაზრება Yes. Yes. Very much yes. Table. ახლა ესე ვიცი ინგლისური მეც. Ладно, я по-русски знаю. Чуть-чуть. English. ეხა ეგ ითვლება ძმა. არა ძმა. ითვლება. რატო ითვლება? არა, პონტი გაიცინე.
по-русски знаешь. English. აუ, კაი. ხა შეგილია. ცოტა თუ გესმის. ანუ კი ბატონო, მაგრამ დღეს და ხვალ იმას ქართულზე გადავიდა. ხვალ დამირეკო და თავნიშნოთ ეგ ისა რა ქვია, მიწუნა. ანუ ის რატო ებაზრებოდა სხვადასხვა ენებზე? ანესტეზია, სასიამოვნოა. მაშინ ესენისაც გამომიწესალნე. ეგ შეწყობინება, რომ დამიეწოთ ანესტეზია. აერია. რუსულად, სასიამოვნოა არის რუსულად. სასიამოვნოა. All right, thank you very much. Thank you. მადლობა და ხვალ შემეხმიანეთ და გავაკეთეთ ეს შეკვეთა. რაღაცა ელაპარაკება ხუთი-ექვსი. All right, goodbye. All right, goodbye. უდენ საშუალოზე ავედი. Goodbye, მეგობრებო. უდენ იმაზე ავედი, დიდზე ავედი მე უკვე. შენ ახვედი სუპერზე. საშუალოზე ხარ შენ? საშუალოზე ვარ მე. არა და ესა შემოგვიგდეთ ესა. არა და როგორ დარწმუნებული ვიყავი რომ შანსი არ იყო, ვენ არ გამეცნებოდა, მაგრამ ეს ყველაზე მეტი იყო. ხადაო. აი ხმალივით არის ქართული მამაპაპური. კაია რა გინდა, ცუდი ჩელენჯი იყო. არა, ძალიან კაია, მაგრამ просто ბოლომდე უნაჭამო და კამერაში. ბოლომდე კამერაში, ხო? თუ ხალხ თუ გადავხსნით, გამოიწვევთ ახლა და არაიქეთ ვიდეო. კიდე იქნება ეს ვიდეოები ამის ახზე. მე წავაგეხამწუხაროთ, მაგრამ უგარი მომსუყებული გავალაქენა. მოკაი შაურმას, ხოშოს. ვაფასებ ამ შაურმას რა. აქ იმრიეს ოფსურს. და იმას არტოვებს სიმძიმეს. მაფია როდის ვითამაშოთ? თორთა გვინდა. ბათა შორის აქვე გაიხსნა. მილიან მეფის 31-ში. მილიან მეფის 31-ში? ნო. რას მოვაგდებ მე? ორში ნო? ორში გაიხსნა. მე გაიხსნა. აჰა, მოუხმანია. მოამოხვა. და მობძანდით ითამაშეთ გაერთეთ. მე ვიყავი გახსნაზე, ძალიან მაგარი მაგიდებია. დამირეკეთ მე და მოვალ. ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე და პატეჟებული ხარ. და რო ჩაწერენ გუგლში full room mafia-ს, ეგრევე ამაგდებს მაგნეს. full room mafia. არის კაროჯ მაგრამ მაგ ჩელენჯში შეიძლება მომიგე, მაგრამ ამაში ვერ მომიგე. სისწრაფეში, ხო? არა, მოგიგე თითქმის იგივე ზომა. ერთად სახარდი ლაი ბოლოს. კი, ნეგატ. ნახვამდის მადლობა რომ უყურებთ ამ ვიდეოს. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გამოიწერეთ და კომენტარით პოზიტიური კომენტარები მოგწერეთ. კიდევ ვინ მოიწვიოს ნავანის შესთავაზეთ და შემდეგში გნახავთ ნავანი. მე ჩემ არხზე. აღწერაში ჩემი არხზე. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.